ჩამოვედი პოლონეთის ქალაქ ვროცლავში 4 წლის უკან. წელიწად ნახევარში უკვე ჩამოვიყვანე მეუღლე ბავშვით. მუშაობა დავიწყე ვროცლავში 3 წლის წინ, ჩემი პროფესიით. ვარ საკმაოდ წარმატებული სტილისტი. ადვილი არ იყო ყველაფრის დაწყება. როგორც გათვლილი იყო გეგმები, ისე არ მიდიოდა ყველაფერი. საერთოდ არ ვიცოდი ენა. ადვილობა ღმერთს 5 თვეში მოვახერხე საწყისი ეტაპის ენის შესწავლა. დავიწყე სხვა პროფესიით მუშაობა. დამხვდა აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია. მომიწია ქალაქების გამოცვლა. სასოწარკვეთილებაში მყოფს დამეხმარნენ უკვე პოლონელები. გავიცანი ძალიან კარგი ოჯახები, რომლებიც საქართველოში იყვნენ ნამყოფები და საქართველოზე არიან თავდავიწყებით შეყვარებულები. პოლონელები თუ დაინახავენ ადამიანს, რომ არის შრომის მოყვარე, ისინი მზად არიან დაგეხმარნენ და არიან საუკეთესო მეგობრები. არ უყვართ ღალატი. იყავით მართლები ყველასთან და თუ დაგიმეგობრდებიან პოლონელები, ნამდვილად ბადალი არ ხავთ. ეს უკვე ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი. ყველანაირად გვერდში დაგიდგებიან. მე პრობლემები უკვე დიდი ხანია აღარ მაქვს, უკვე გადავედით მყარ სტაბილურ ეტაპზე. ჩემი რჩევა იქნება ესეთი, რომ ყველანაირი ინფორმაცია საჭიროებს გადამოწმებას, პირადად გადამოწმებას. მქონდა მე ესეთი სიტუაცია, რომ მჯეროდა, რასაც მეუბნებოდნენ, მაგრამ ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში იყო მცდარი. შევეხები ჩემ პროფესიაში განსხვავებებს. რა სხვაობაა მაგალითად აქ მუშაობასა და საქართველოში მუშაობას შორის? აქ მაგალითად თითოეულ კლიენტს მიდგომა აქვს ცოტა სხვანაირი. ისი არ მოდიან, როგორც მაგალითად საქართველოში მოდიან, აქ რო შემოდიან, ყველა დეტალი აინტერესებს, ყველა დეტალი უნდა გამოიკითხონ. აქ არის კიდე თავისუფალი დროის საშინელი პრობლემა აქვთ. იმიტომ რომ აი ამათ ძვირფასესია, თუნდაც ის 5-10 წუთი გატარებული სალონში, თუ შევადარებთ საქართველოს და პოლონეთს, 4-მაგად უწევს, რომ იყოს ყურადღებით. და გააკეთოს მაქსიმალურად იდეალურად და იდეალურად მიაწოდოს ის მოსახურება, რაც კლიენტს სჭირდება. დეტალებთან გამოკიდება უნდა ვისწავლოთ კიდე ქართველებმა. არაუშავს და ესეთი რაღაცები აქ არ არის. მომსახურება უნდა შესთავაზო უმაღლეს დონეზე. ვერ მიუდგები როგორც მაგალითად საქართველოში. იმიტომ რომ განსხვავებული ბუნება აქვს. ჩემი პროფესიის მქონე ადამიანებსაც სიამოვნებით გაუზიარებდი ჩემს გამოცდილებას, რომელიც ვიტყოდი, რომ უკვე საკმაოდ მაღალ დონეზე მაქვს და საკმაოდ მოთხოვნადი ადამიანი ვარ ჩემ სფეროში. მიმართავ ქართველ მანდილოსნებს, რომლებიც ენის პრობლემის გამო ვერ მიდიან სალონში, ქართველებზე ცოტა სხვა ფასები მაქვს. სანამ მე საკუთარი თვალით არ ვნახე ევროპა, ბევრ უარყოფით ვხედავდი ევროპაში. სინამდვილეში უკვე ბევრი პლუსია ვიდრე მინუსი. მე ვისურვებდი, რომ ქართველებს ძალიან ბევრი მაგალითად აეღოთ საქართველოსთვის. თუნდაც განათლებასთან მიდგომა. აქ თუ ვინმე რამით არის უნარშეზღუდული, არავინ არ გააგდებს. პირიქით, ყველა ეხმარება, არავინ არ დასცინის. ძალიან ცუდი თვისება არის ქართველებში, რაც არ მომწონს, ეს არის დაცინვა ადამიანისა. როცა სკოლის მოსწავლე ვიყავი, იყო ესეთი მიდგომა, რომ ვიღაცას რაღაც არ შეუძლია, კლასში ჩამორჩენილია, უნდა ბოლომდე ჩამორჩენილი იყოს. არავინ არ წამოწევს წინ, არავინ არ შეუქმნის, ვისაც შეგვიძლია, არავინ არ ცდილობს შეუქმნათ რაღაცა ბაზა, რაღაცა გარემო, სადაც თვითონაც კარგად იგრძნობს ის ადამიანი, ვინც ვერ მოყვება. აქ არის პოლონეთში ესეთი მიდგომა, რომ თუ მაგალითად რაღაცა დონეზე ადამიანი ვითარდება, ვინც უფრო მეტად არის განვითარებული, თითოეული ადამიანი ცდილობს, რომ
გარშემო შემოუკრიბოს ისეთი ხალხი, რა ეტაპზეც მან შეწყვიტა განვითარება და ის თითოეული ადამიანი უკვე თავს კარგად გრძნობს და რეალიზებასაც ახდენენ და სხვათა შორის ისეთი რეალიზებულებიც არიან, რომ შეიძლება მაგალითი აიღოს თითოეულმა ჩვენთაგანმა. ამას ვისურვებდი, რომ იყოს საქართველოში, ანუ თვითეულზე ზრუნავდეს და არა მარტო თავის თავზე. ეს იქნება ძალიან კარგი. თითოეული ადამიანი თავის საქმეს უდგება ძალიან დეტალურად. თუ არის საჭიროება თვითონ იქნება დამლაგებელი პატივისცემა უფროსის მიმართ და უფროსისგან დასაქმებული ადამიანის მიმართ აუცილებლად გასათვალისწინებელია ეს, იმიტომ რომ ჩვენთან არ არის ინსტიტუტი შექმნილი, რომ იცავდეს დასაქმებულს და იცავდეს აგრეთვე დამსაქმებელს. იქ ხაზი გადის უბრალოდ ადამიანების მენტალურ საუბარზე და სხვა არაფერზე. და ეს ხელს უშლის ყველანაირად ჩამოყალიბებას ნორმალური სამსახურისას. იმიტომ არის ევროპული სამსახური უკეთესი ვიდრე საქართველოს სამსახური. არ უნდა დათმოს, რა თქმა უნდა, თავისი ჯიში და ჯილაგი, თავისი ტრადიციებს არ უნდა უღალატოს, არ უნდა დაეცეს მენტალურად, მაგრამ უნდა გაიხსნას ადამიანის გონება.